საპატრიარქოში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის 92 წლის იუბილე აღინიშნა. ღონისძიების კადრები ტელეკომპანია ერთსულოვნებამ გადაიღო და მოგვიანებით რეპორტაჟი თავად საპატრიარქომ გაავრცელა. უწმინდესმა მილოცვა წმინდა სინოდის სასულიერო პირების, პროფესორების, ექიმების, ხელოვანებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან მიიღო. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენეკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო. განცხადება გაავრცელა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმად, სადაც ილია მეორეს ღვაწლზეა საუბარი. შეგახსენებთ, აუცილებელი მოღვაწეობის განმავლობაში უწმინდესის და უნიტარესის სახელს უკავშირდება არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მათ შორის ეკლესია მონასტრების აღდგენა და აშენება, ეპარქიების და მრევლის ზრდა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. ილია მეორე ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში, იდგა სტუდენტების გვერდით 1978 წელს, იმყოფებოდა რუსთაველის გამზირზე 9 აპრილს. აღსანიშნავია მისი შემოქმედება ხატწერასა და მუსიკაში, ასევე მისი წვლილი დემოგრაფიული პრობლემების გადაჭრაში, რისთვისაც საყოველთაო ნათლობა დააწესა. ილია მეორე არის ის პირველი უდამთავარი და ეკლესიის მეთაური, რომელიც ყველაზე ხანგრძლივი პერიოდით მეთაურობდა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას და არა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან მიმართებაში არის სხვა უდამთავრებთან, წინა პატრიარქებთან მიმართებაში, არამედ მაგალითად კათოლიკურ ეკლესიასა და კონსტანტინოპოლის ეკლესიასაც ამდენი ხანი კათოლიკოს პატრიარქი ზოგადად ეკლესიის მეთაური არ ჰყოლიათ ისტორიის მანძილზე 2000 წლის მანძილზე და მინდა ვისურვოთ დღევანდელ დღეს, რომ კიდევ მრავალი წელი მოგცეს ბედნიერება ღმერთმა, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ყვავდეს ჯანმრთელობით და მხნეობით. დიდი პატივისცემით მის უწმინდესობას გულოცავთ. დაბადების დღეს უსურვებ ყოველივე საუკეთესოს პირველ რიგში ჯანმრთელობას. მისი ლოცვა კურთხევით ჩვენ ქვეყანას უსურვებ გამთლიანებას, ერთიანობას და სიძლიერეს.